ახლა პირველი სილა რომ მოხდა ბჭყალებში ლადოს ამასაც და მეც ძალიან ის გვაქვს თვალები, სველი. ცრემლები მოსდიოდა ვუყურებდი აქ და მიგრძენი რომ ძალიან იმოქმედა. ამ ემოციებს ჩვენ შურებთან არც ლადო, არც მე არასოდეს არ მოვხატავთ. არა, არ მოვხატავთ. ხო და ეს შეცდომა თუ პირიქით ჩვენს მამის ცრემლი ცოტა ისეთი მგონია რომ უნდა დავანახოთ ბიჭებს მით უმეტეს თუ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ქალიშვილი იქნება თუ ვაჟი. მამის ცრემლი შეიძლება რომ დავანახოთ და სისუსტეც შეიძლება ჩაგვეთვალოს. პირიქით ჩვენ მივესალმებით ფსიქოლოგები ყოველთვის მიესალმებიან ბუნებრივი ემოციების გამოხატვას თუ ეს არ არის დამაზიანებელი ბუნებრივი აგრესიის გამოხატვა. მულტფილმზე შეუძლია იტიროს ამასაც და მე. კი, მე კარგია ეს. ემოციის გამოხატვა, იმის აღიარება, რომ შეცდომა დავუშვი, იმის აღიარება, რომ არასწორი ვიყავი და ბოდიშის მოხდა, არ არის სისუსტე და ეს არის მაგალითი ბავშვისთვის, სხვათა შორის, როგორ შეიძლება გაუმკლავდე აი ამ ემოციას ერთი, რომ მამაც ადამიანია ორი, იმიტომ რომ პატარა ბავშვებისთვის სხვათა შორის მშობლები იდეალიზირებულები არიან განსხვავებით უკვე გარდატეხის ასაკიდან და ფიქრობენ, რომ მშობელს ყველაფერი შეუძლია. და თვითონ რომ არ არის ისეთი როგორიც მშობელი, ეს კიდე შფოთვას უმატებს. ნახეთ? და კიდე თვითდაჯერებულობაც ისეთი არ აქვს, რომ აი მამისნაირი არ არის, დედისნაირი არ არის. ის რა მოლოდინიც დედას და მამას აქვს, თვითონ ესე ფიქრობს. იმ მოლოდინებს ის ვერ აკმაყოფილებს, ეს უმატებს შფოთვას ბავშვს. ხშირად უნდა შევაქოთ, რომ ეგ შფოთვალი იცით რაშია საქმე? აი ნახეთ, შექება ძალიან კარგია, ოღონდ გააჩნია როგორ ვაქებთ. ნახეთ? როცა ჩვენ შულს ვეუბნებით, რომ აი რა მაგარი ხარ, რა ჭკვიანი ხარ, არაფერ არ შეიძლება ამის გაკეთება. იცით რატო? იმიტომ რომ ყოველთვის მაგარი ვერ იქნება და ყველა სიტუაციაში ჭკვიანი. რას ვაქებთ, ნახეთ? ის რაც ქართველებს არ გვიყვარს, სიბეჯითეს, ძალისხმევას, მიზანდასახულობას, რა ყოჩაღი ხარ, რომ კიდე ცადე, რა ყოჩაღი ხარ, რომ ამდენი დრო დახარჯე და მაინც მოახერ. ნახეთ როგორ ვაქებთ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როცა ჩვენ ვეუბნებით ჩვენ შულებს, რომ რა ლამაზი ხარ, ყველა არ შეაქებს ამ ტოქსიურ გარემოში. ყველა არ გეტყვის რომ რა ჭკვიანი ხარ და ოი დიდო მნათობო. მაგას არ გეტყვიან ამ ტოქსიურ საზოგადოებაში და მე შეიძლება ტრაგიკულად აღიქოს. ცხადია. აი იქაც რო არ გაღიარო. ცხადია. ნახეთ დღეს რა სიტუაცია, ახლა ჩემ სტუდენტებს რო ვუყურებ. აი საკმარისია პატარა წარუმატებლობა გქონდეთ, ან რაღაცა შენიშვნა მივცე, მორჩა, განადგურებულია. მისი თვითშეფასება არის ნოლზე უკვე, რატო? იმიტომ რომ არ აქვს აი ეს თვითეფექტურობის განცდა, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს მაგარი და სულად შეიძლება არ იყოს მაგარი. რატო უნდა იყოს? ხო, არის რატო რა, სავალდებულო არ არის. ხო, და ძალიან ჭკვიანი და ჩემი გამოცდილები ძალიან ჭკვიანები სწორედაც ვერ აღწევენ ვერც კარიერას და ვერც მიზანს. ძალიან ჭკვიანი არ არის სავალდებულო რომ იყო. საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს ნებელობა, ნებისყოფა, ძალისხმევა, სიბეჭი და ბევრად უფრო მეტ რამეს აღწევს. სპორტშიც მათ შორის. ყველაფერში მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რაღაცის გავარჯიშება. ცხადია, ბეთჰოვენი ვერ გახდები და მესი ეგრე, მაგრამ გარკვეული, ასე ვთქვათ, შენი პროფესიული ზრდა შეგიძლია. და არარეალიზებული რამდენი არარეალიზებული მესი, არარეალიზებული ბეთჰოვენი, არარეალიზებული, რა ვიცი მე, ვან გოგი, რამდენია? ალბათ უფრო მეტი. იმიტომ რომ შუა გზაზე ვერ მოახერხა ეს ვერანაირად და შესაბამისად შუა გზაზე ხან დაეზარა, ხან ისედაც უძახდნენ რომ ნიჭიერი ხარ და ჭკვიანი ხარ, მაგრამ ზარმაცი. ეს ტრადიციული ქართული. ტრადიციული ქართული მიდგომა ეს არის. და ჩვენ განსაკუთრებით მამების მხრიდან სწორედ ძალიან დასაფასებელია ესეთი შეფასება, რომ მე ვაფასებ იმას, რომ შენ კიდევ ერთხელ ცადე კიდევ ერთხელ. აი, არ დაგეზარა, შენი ძალისხმევა ამდენი დახარჯე, ძალიან დასაფასებელია ყოჩა. აი, ესე ვაქებ.